გაიცრიცება საღამოს ბინეთი მისი ყოველი სტრიქონი ძვირფასია მკითხველისთვის. წელს საიუბილეო წელია და განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს მთელი ქვეყანა. მივესალმები ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, ბატონ ტარიელ ხარხელაურს. დიდი მადლობა ბატონ ტარიელ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა მოპატიჟებისთვის, მადლობა თქვენს მაყურებელს. და რამდენად სასიამოვნო საუბარი გამოგვივა დღეს, ეს შეიძლება დამოკიდებული ჩემოთან. დავიწყოთ მაშინ ბატონ ტარიელ, დავიწყოთ იმით, როგორ მოვიდა ეს ამხელა სითბო და სიყვარული. და როდესაც ამისთვის არ ზრუნავ, სამისოთ არ ზრუნავ, არაფერს არ აკეთებ და ეს მოდის ეს სოფლის ნება. ნახე სადზე ხარ. აი ამ დარბაზში. როგორ შეიძლება ხმამაღლა ისაუბრო, როდესაც კალახტიონი საუბრობდა. კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ლეონიძე, სახელებიც ამოთვალეთ, ეციან დავიდე პაულო იაშვილი წამოდე, ანა კალანტანძემდე, მოხმოყევი, მოხრა მაჭავარია, მორმალება შოთანიშინანძე. ზემ შენობაში ვერ იქნები ხმამაღლა საუბრეთის განწყობელი. ის სიმოცულები დღეს აქ მოძრაობს და ცოტა მოკრძალება გმართებს. ჩემთვის ეს დიდი პატივია, როცა ამ შენობაში შემოდიხარ, მე შინაგანა შიგნით დოლოცულობ, ჩემთვის რომ ეს ჩემთვის არ არის მარტო შენობა. აქ არის სულთა სავანე, დიდი კაცების სულთა სავანე. ლექსის წერით მთაში ვერავის გააკვირვებო, არაერთხელ გითქვამთ ჩვენთვის. და მაინც, როგორ იბადება ტარიელ ხარხელაურის ლექსი? ეს რო იცოდე, შენთვისაც კარგი არის, იმიტომ რომ შენ არასოდეს არ ემზადები ლექსის საწერად. არასოდეს არ ეძებ კალამს რო დღეს მაინც და მაინც შენ გინდა რომ ლექსი დაწერო. აი შენ როცა არ გინდა მაშინ მაწერო ლექსი. ასე იწერება ლექსი, იმიტომ რომ ეს შენს ნებაზე არაა დამოკიდებული. შენ სმენაზეა დამოკიდებული, როგორ უსმენ. არის შენი დრო თუ არა. აი შენი დრო უნდა იცოდე. მონადირესავით ხარ, ზეხარ შენს ადგილზე, გამოივლის ნადირი წაგივა, გაუშვებ, წაგივა, არ გაუშვებს, იგი სწორ ადგილზე ეძიაკე და შენ იჭერ, უბრალოდ იჭერ. იმ სტრიქონებს, რაც შენს დამოუკიდებლად მოძრაობს, შენ ამას კენკავ და გადაგაგ ფურცელს. შენ არაფერ შუაში არ ახარ. მოდით, რომელიმე ლექსი წავიკითხოთ. ჩამოემარცხლა საწუთროს ყავლი. აქ უკანასკნელ ღამეთ ვათენებ. სამაროვანთა მე გავდიყვაველს, რომ წააქციეს და გადათელეს. გადათ შიშველ მკერდზე ვეფინა ნისლად, ციუმა ქარებმა ბევრჯერ მომჩქვრიეს. ზეცას ვარსკვლავი ვერ მოსწვდა ისვარ, თქვენ ჩაქრობისას ღაში ამჩნიეთ. მსუბუქი ბინდით გადაებინდა, შეთხელდა რიგი აცნილთა წყების და რჩება ლექსი, ჩემსავე წმინდა. ლექსი, რომელსაც ცრებელებით ვწერდი. იცის ჩვენმა მაყურებელმა ბატონო ტარიელ, რომ თქვენ არ გინდოდათ დაბეჭდილიყავით და რომ არა კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე ალბათ 30 წლის ასაკშიც, როცა პირველად გამოქვეყნდა თქვენი ლექსები, არ დაბეჭდავდით. რატო? ლექსი დგას აუცილებლად. არ არის ასეთი იოლია ასპარეზი. შენი ცხოვრების წესი უნდა იყოს მისაღები. ჯერ ამისთვის უნდა ემზადო. რომ შენი ცხოვრების წესი იყოს მისაღები საზოგადოების წერა პოეზია. პოეზიას თავს არ უყვერს, იმიტომ რომ თამდაწერა ბალადა ვეფხისა და მოყმისა. ანალოგი დედამისის ზურგზე არაა. არ არის ადვილი რომ და ჩემთვის არც მაშინ დავთანხმდებოდა იაკობ ბობოხიძეს, რომ რეზო ინანიშვილის გაცნობა არ ამდომოდა. ჩემთვის საყვარელია სიმწერლის. რეზო ინანიშვილის აზრი მაინტერესებდა და მე უნდა მჯდარი ეყავ კალამთან თუ არა, თუ ისევ ცხვარში გამეგრძელებინა. ისევ ცხვარში დავდივოდი მაშინაც როცა დაიბეჭდა 76 წელს. ემზადებოდი სამისო და მოგეცა გაგეხსნა სივრცე, რომელიც შეუნდა ემოძრაო. 30 წლის იყავით სტუდენტი რომ გახდით და როგორ მიგიღოთ უნივერსიტეტმა? მე სტუდენტობა არ გავიარე. არ გამივლია. მე ვიყავი თავისუფალი მსმენელი დასწრებულზე უნივერსიტეტში.
თავისუფალი ეს გამეკეთეს, რომ არ გაგვცეულიყავ უნივერსიტეტიდან. კაცი, რომელიც გავდა თავის თავს. აი თქვენ რომელი ლექსი გგავთ? ხან რომელი. იცი როგორ ხანს, აი დღეს ასეთ ხანს იაძეხარ, იცი? ასეთი ლექსია, დაგვუცე ფეხი მიწავზრა. ჩავისუნთქო, ცად ჩავხარო. ცაც მე მომონვის მიწაცა, ტრადეს შეშლის სამყარო. ხამთევს მიუნაქრავ, მიუკივის ზღვა თვალში ცრამლად ჩავიცრა. სიცოცხლეც მე ვარ, სიკვდილიც, სასაფლაოც და მკვდარიც. სივრცეა ჩემი სარკმელი, შიში არ მაქვს მოცელვის. სანთელიც მე ვარ, საკმელიც, სალოცავიც და მლოცველიც. მოდით მშობლები გავიხსენოთ, ბატონო ტარიელ, თქვენ პაპა, დედის მამა გზრდიდათ. მაგალითებით მზრდიდა. კაცობის მაგალითებით. კაცრად მამა დედა ჩემი მზრდიდა. პაპა ჩემს ეს არ უყვარდა. სიმკაცრას ვედითონდა ბავშვებთან ურთიერთობაში. ამას ჰქონდა ასეთი მეთოდი. შემოხედავდა, არ მოსწონდა რაღაც შენ გაკეთებული არბიში, შენსაც არ მოგცემდა, ამოიოხრებდა. დიცოდა რომ ზომოდ მიყვარდა პაპა და მშობლებზე მეტად მიყვარდა, დღესაც ასე მიყვარს. მშობლებზე მეტად იმიტომ რომ თუ რამ კარგი არის, ჩემში ადამიანური არის, კაცის დამსახურება. თავისი ამ ამაოხრებით მზრდიდა. ნელა მიმაჩია, კი არ მაიძულებდა. გადიოდი საათებზე პატარა ცელი გამიკეთა. რომ იმას გვერდით მდგარი იყო და მეთიბნა. ნელა მიგაჩვია, 4 ბიჭი ყავდა და 4-მა დაეღუპა ომში. დედა თქვენის ძმები. ხო, დედა ჩემი ძმები და აი ამ კაცის სახელზე ღიმილი არ მინახე. ხო, ხაირო შეგერო დაგინახავდა ხოლმე, თვალები გაუნათდებოდა. როცა რაღაცა რასი ამოვნებდი და ჩემთვის სიყვეს ბედნიერი და რომ ამ კაც თვალები ანთებოდა. რას ეტყოდით ახლა ბატონო ტარიელ? პაპას რას ეტყოდით? დედმამას რას ეტყოდით? აი, წარმოვიდგინოთ, რომ ისინი ხედავენ იმას, როგორ გეგებებათ თქვენ მკითხველი. რამხელა სიყვარულს გიძღვნით თქვენი ქვეყანა. შენ საძვალესთან ჩერდები, ოხრავ ცრემლებს ავყლაპავო, რასტრო გადის და უპერდები, რადმენატრები პაპაო. კერძე გიყვავის თავშავა, ჟამომან არეკლით ფარაო, შენი საფლავი წაშალა მე დღენი გამიმწარავ. ხან ვიტყვი რისთვის მოსულ ვარ, ყოფნა არ ყოფნა კმარავ. ბრუნავს ოსროლად, წუთისაფულის აჭარავ, დავდივარ შანსძლებს ვაგროვებ, მიწამ ვერ დაგიფარავ. მამა ჩემს უყვარდა პოეზია. ხოლო ვაჟას კითხულობდა. დედა ჩემთვის არის მაინც ყველაზე დიდი ტკივილი. რომ ის დავინახე დედის სიყვარული ჩემდამი დავინახე ამ წუთის სოფლიდან გასვლის დროს. რომ თვალს არ მარიდებდა, სულ უნდა რომ თვალწინ ყოლოდი. არ გაიარო თავდახრილმა ჩემს გამოშვილო, ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია. ეს ბექა რომ დაიბადა, მაშინ დაწერეთ. ყოველთვის ბატონო ტარიელ, როცა მე თქვენთან შესახვედრად მოვდივარ, მგონია რომ ამაზე არ ვილაპარაკებთ, მაგრამ ეს შეუძლებელია. შეუძლებელია ჩვენ არ ვისაუბროთ ბექაზე, სიმღერით და სიყვარულით რომ დაამახსოვრა ყველას თავი და მამის პოეზია ტკივილით გააჯერა. თქვენ ხმარობთ ხოლმე ხშირად ამ სიტყვას და დაგესესხებით. ტკივილით აავსო მამის შემოქმედება და ეს განუყოფელი ნაწილია თქვენი პოეზიის. ძალიან გიწირს ხოლმე, მაგრამ მაინც მოგიწევს საუბარი, იმიტომ რომ ერთი შენ ამ ტკივილმა მოგცა სხვისა ტკივილის დახმარების საშუალება. როდესაც მიდიხარ ქუჩაში და გინაშაევში ცაცმულისად ჩემ მდგომარეობაში მყოფი არ მამაკაცი ან მანდილოსანი და გადაგეხავა და გეტყვის რომ მადლობა რომ შენ გადამატანინე. დამტოვა აი ამ სტრიქონების შესასრულებლად, რაც შენ წაიგითხე. არ გაიარო თავდახრილმა ჩემს გამოშვილო, ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია. ეს და მითხრება როგორი ბიჭი ხარ. შეასრულე და რომ მეხვალ. იქ უნდა უთხრა შენ შვილს, აი შეასრულა თუ არა, ის რისთვისაც მე მიმეტებდი. მადლობა უფალს და უფლის დახმარებით რომ დღეს ჯერჯერობით კიდევ ვასრულებ. რომ დაიბადა მაშინ მაგლებთან ერთად
მამულს ასეთი ლექსი დავუწერე, მამულს ნელ მოსავლელს შენენა დრე. შენს გათენებაში შევედგნელით. ბედგრულ საქართველოს შეემატე და უმიწე დაღმამშენებელი. ფრთები გაიმაგრე საარწივო, ჩემი სამყოფისი მოისამხრა. ოღონდ მტერი არ გააცინო, გახსოვდეს ვის სიკვარის ხარ. მთელი სოფელი შკოლობდა. ხმარა მოაღია 40-მდე სიმღერა ბავშვებსაც არ უმღერიათ, აჩვენებდნენ ერთმანეთს, რომ ბეკავად, როგორ გაბედე. ერთი მეზობლის ბიჭი არის, ამან თქვა რომ ესა მე 50 წელს ვხვდები. ერთი დღე არ მომეგროდა რომ ვიცხოვრე. ბეკა 23 წელიწადი იცხოვრა. ეს თავისი მისიაში ასრულა. არსებობენ ბედნიერი ლექსები, ბატონო ტარიელ და თქვენთვის ასეთი ბედნიერი ლექსი რომელი აღმოჩნდა? მანძილი შენამდე დედეა. ეს ლექსი განსაკუთრებით გავიდა ხალხთან. შენ უნდა შეგეძლოს რომ შეაფასო შვილების დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. ამ ლექს ფილოსოფია არა აქვს. ჩვეულებრივი ლექსი, ლირიკული ლექსი არა? მაგრამ დაზამთრდა ეს აქ ფილოსოფია. ეს როდესაც ეს ამ ლექსის სიმღერა შექმნა. ზვიად ბოლქვაძე. ზვიად ბოლქვაძე და მარინა მითხრა რომ თვითონ მარინას არ უყვარდა ეს ლექსი. ორი სტამსტრიქონის გამო და ჩემს მერე შენთან მოვასიკვდი ალბათ ამიტომ. მაგის გამო და რომ მითხრა ეს ლექსი სიმღერა შექმნა ზვიად ბოლქვაძემ და მე ცუდად შემენიშნა. გაზაფხულდეს და არ გახსნას მარტმა თუ ამას არ მოიტანს. ამ ტკივილს ამაზე არ იქნება გადატანილი ყურადღება, არანაირი აზრი არ აქვს ამის. უბრალოდ შეგაძულებს ლექსი. და ძალიან მართლა გულწრფელად გეუბნები შიშით უსმენდი, მაგრამ რო დაიწყო, მაშინ მივხვდი რომ ეს სწორად მიდის. სწორად მიდის ფილოსოფია, რაც ამ ლექსს აქვს, ის მარადისობის ის განცდა. ძალიან ძნელია სიმღერაში ეს ფილოსოფია ჩანდა და ზვიად ბოლქვაძემ შეეძლო, როგორც იაკობ ბობოხიძემ შეეძლო. მელიქოთოლი გააუკვდა ვადია. თეონამ შეეძლო კომსიაში და შენში მოდიდო ტკივილო. ასე ესენი არის რომ ეს ლექსები არის განჩენთვის განსაკუთრებული თუ ესენი აკუთვნის ისეთ ქალს რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე ვალში იქნები. თქვენს მეუღლეს. ჩემს მეუღლეს. ისევე როგორც სიყვარულზე დაწერილი თქვენი ყველა ლექსი, დიახ. თქვენ საყრდენს ეძახით თქვენ ქალბატონ მარინას და გვიყურებს ალბათ ახლა და რას ეტყვით? ბოდის უხდი. კიდე რომ თუ ისე ვერ ვიცხოვრე რომ მაგისტრის რაღაც შეება მიმეც. რაღაცა თუ ისე ვერ გავავლია ჩემი სიცოცხლე რომ ვერ გადავიხადე მაგისი ვალი. ბოდის ვითხოვ და შენდობას თხოვ. ყოველთვის უნდა იცოდე შეგეძლოს რომ ცოტა ადრე მოუხადე შენდობას თხოვე ყველაფრისთვის. ვარ არის პოეტთან მოუღლობა ესეთი მეტად შემნაირი კაცისა, რომელსაც სჭირდება თავისი სამყარო. ეს უნდა შეგექმნა. მე მინდა ისე ვიყო, როგორც ჩემთვის არის აუცილებელი მარტოობა. ეს არის ჩემი ყველა დიდის და თავისუფალი სამყარო, სადაც ყველაფერს ალაგებს ისე როგორც შენ გინდა. ეს რომ გაქვთ ქალბატონ მარინას დამსახურება, დიახ. ბატონო ტარიელ, შეუძლებელია თქვენთან ინტერვიუ ჩავწეროთ და არ ვისაუბროთ გიორგი ფარეშიშვილზე. გიორგი ფარეშიშვილზე, რომელიც თქვენი შემოქმედებითი საღამოების, თქვენი გამოცემების ორგანიზატორია, 11 დეკემბერს წელს ვიზეიმებთ თქვენი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს და იუბილესთვის გიორგის უკვე დიდი ხანია სამზადისი დაწყებული აქვს და არაერთ სიურპრიზს პირდება ყველას. გიორგი ფარეშიშვილი. ეს ორი მარინასა და გიორგის გვერდში დგომა მე მიმსუბუქებს უთი სოფელს. ესენი ყველაფერს აკეთებენ იმას, მე არაფერზე არ ვზრუნავ, მე ჩემი მოვალეობა მარტო წერო. რომ არა გიორგი ფარეშიშვილი გაგიჭირდებოდა. მართლა გაგიჭირდებოდა. შენ გვერდით კაცი გჭირდებოდა რომ დაგიყო. ეს არის კაცი რომელმაც ვერ ვეტყვი რომ შვილის გაცდა შეგიცვალა, მაგრამ არც არანაკლებია. ვერც ნაკლებს იტყვი გიორგის. სიყვარულით როგორ მოგზაურობთ ახლა მთელ საქართველოში, ბატონო ტარიელ,
ისევ უნდა დაგესესხოთ, როგორ ხართ სიყვარულით გაჯერებული და როგორ ხვდებით თქვენს 80 წელს. რო გადახედავ და 8 ათეულის წელი შენ ხრებზე წელს. ხანდახან არის ხოლმე რომ სუბუქად მინდა რომ დავავირბინო მაღლა კიბეზე და ვეძახი ახლა ვიღაცამ დაგინახოს ამ რა დროს ამისი კიბებზე სირბილია და ფიქრობ რომ აი ასაკის მიხედეთ ვიმოძრაო. მადლობა უნდა გადავუხავდო მთელ საზოგადოებას. ვინც მე ამ სიყვარულის ღირსი გამხადა ხალხს ჩემს მკითხველს და მარა მარტო მკითხველს ყველას ვინც მე საგზლად ჩემი წუთის სოფელი საგზლად სიყვარული დაგიწეს. შენი ბაგა სიყვარულით ასავსი. და შენ პასუხისმგებელი ხარ. არა იმ სიყვარულის მოხმარებაზე უნდა გასცე. და მე მგონი რომ შენ ნაწილობრივ ვახერხე, მაგრამ ეხლა ამ ხელა სიყვარული მთლიანად არ შეიძლება შენი საკუთრება იყოს. აქედან შეიძლება ზოგი ავანსი. მაგრამ საავანსო გავასის გადასახდელად რო აღარ რჩება. მადლობა რომ აი ასეთ კითხვებზე მასაუბრენ. მადლობა თქვენ ბატონო ტარიელ. პოეზია ხომ უსასრულობაა. საზღვრები ხომ არა აქვს პოეზიას და აი ამ უსასრულობაში როგორ შეიძლება პოეტმა საკუთარი ხმა გადაარჩინოს, შეინარჩუნოს? მე სივრცე მინდა, არა დრო მეტი. სივრცე ლურჯი და სივრცე უჩინო. მე დავიბადე როგორც პოეტი, რომ ლექსებს სული გადაურჩინო. რა ქმნის პოეტს, ბატონო ტარიელ? პოეტი ამ სიტყვას არ უნდა მიეჩვიო. პოეტი რო ხარ, პოეტს რო წამბრო პოეტი ხარ თოხთანა, თოხისკი აღარ გაგერბის სკეული. არცელისკე გაგერბის დარზბარისკე. შენი ესენია. აი ამის გამო ამოძრუარე არა თქვი, ამიტომ გეძლებ ეს მადლი გამოწვადლე. რა გაქვთ დასაწერი? პირველი ლექსი. დიახ. პირველი ლექსი მოსდასაწერი. თავარი ლექსი. თავარი ლექსი. ხო. დიახ, სანთელიც მე ვარ, საკმელიც, სალოცავიც და მლოცველიც, ესაა თქვენი 80 წელი? მე ვფიქრობ, ეს არის 80 წელიწადში სრულიად საკმარისი. ნელ-ნელა დასასრულისკენ მივდივართ და მინდა გითხრათ, რომ მე ამ ინტერვიუს მომავალ ჟურნალისტებს იმის დასტურად ვაჩვენებ, რომ იმ უამრავ გამოწვევასთან ერთად, რაც ახლავს ჩვენ საქმიანობას, აი ასეთი ბედნიერებაც ახლავს. თქვენთან შეხვედრის ბედნიერება და ბოლოს მინდა გთხოვოთ, რომ დღევანდელი გადაცემაც, ისევე როგორც სხვა დროს, იმ ლექსით დავასრულოთ, აი ახლა. თქვენს განწყობას ყველაზე მეტად რომ მიესადაგება. ვიცი ძვირფასო ვერ მოგხიბლავ ვერც ამ თემებით. ვერც ამ ნიღბებით, მარადიულ ლანთა სულებით. ვერ ვიხივლები ვერც მზის დასვლით, ვერც გათენებით. ვერც უსასრულო სივრცეებში განსხვავებით. ვიცი ძვირფასო, დაუნდობლად ბევრჯერ გაგზარცე. ან იქნებ ჩემი დაბადება, იყო შეცდომა. შენ მარიდებდი ყველა ტკივილს, ყველა განსაცდელს, რომ მხოლოდ ლექსით უნდა მეცხოვრა. ღირდა ძვირფასო, მაგ დღეების მსხვერპლად მიტანა. იმ სამსხვერპლოზე მე რო ჩემი დროსთვის აღუმართე. ბევრი მომეცა, სამწუხაროდ არც ეს ვიკმრე და არანაკლებ დაუნდობლად ლექსით წავარდი. არ გთხოვ შენდობას, შესვლის რამეს თუნდაც შემინდო. შენ ხარ წერდი ჩემი წრემლიდან, თვალნათლი ვხედავ. თვალნათლი ვგრძნო, მოდის ჩემი დრო. ნიღბის გარეშე გამიყვანენ დიდი სცენიდან. ვერც ვერ ამივლის, დროს მოუწევს ჩემი შეცნობა. არ მიზიდავ და არ მხიბლო და ის რაც მდორია. ვიცი ძვირფასო, უამრავი მქონდა შეცდომა. ძულ და ღალატი, ყალბი გრძნობით არ მიცხოვრია. ჩამოიწიას, ჩემს ხარებამდე თეატრმა ისლემმა. და რომ სურდა დღეს ის სივრცეა, ხომ ვემსახურე პოეზიის მაღალ ღირსებას და არასოდეს არაფერზე არ გამიცვლი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, ბატონო ტარიელ და მინდა ვუსურვო ჩვენს თავს და ასევე ჩვენს მაყურებელს. კიდევ ასეთი ბევრი ბედნიერი წუთი თქვენთან შეხვედრას. მადლობა.